საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ყავს. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში რიგ გარეშეყრილობა გაიმართა, სადაც ერთხმად საქართველოს ძიუდოს პრეზიდენტი აირჩიეს. არჩევნებზე განაცხადა მხოლოდ ერთ კანდიდატს ჰქონდა შეტანილი და 59 დელეგატმა ერთხმად ნდობა გიორგი ალექსიძეს გამოუცხადა. გიორგი ალექსიძე ძიუდოს ფედერაციას ერთი წლის ხელმძღვანელებს. არის კარგი მასწავლებლები და ასე შემდეგ. აუცილებელია. მე დიდი მადლობა მინდა პირველ რიგში მოვახსენო ყველა დელეგატს 100%-იანი ნდობის გამოცხადებისთვის. ჩემი გეგმები გავაცანი მათ, მქონდა მოკლე პრეზენტაცია, თუმცა რაც შეუძლია შეიძლება მოკლედ გამოცნა ისთვის და ეს პრიორიტეტული მიმართულებები. მოკლედ თუ ჩამოგითვალოთ, ეს ხომ წვრილთა მომზადების პროექტი იყო, თვითონ მოსწავლეთა ან ძიუდოისტების სერტიფიცირება დონეების და ქამრების მიხედვით. მე მოვისმინე ის პროგრამა და ძალიან ძირეულად და კარგად იყო ასახული მომავალი ძიუდოს განვითარების პროგრამა და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ნაბიჯები გადადგმული იქნება და ძიუდო დაიძრება იმ ადგილიდან, რომელშიც ვიყოფები დღეს. ფედერაციაში ჩამოშოვებით უფრო საინტერესო იქნება, ყველაფერს გავაკეთებ და ფედერაციიდან თუ რამე შეიძლება ისადოს, რომ ნაკრებებს კონდეს წარმატება და წესვა კონდეს ჩვენ ქართულ ძიუდოს.